ახლა კი ვნახოთ როგორ გავაკეთოთ მსგავსი პროფილის ფოტო Canva-ში. პირველ რიგში გადავდივართ ფრეიმებში, ანუ ჩარჩოებში, ვირჩევთ აი ასეთი წრის ფორმის ჩარჩოს, შემდეგ ვსვამთ ჩვენს ფოტოს, აპლოუდებიდან შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. მე ახლა Canva Stock-იდან ჩავსვი, ვაშორებთ backgrounds და შემდეგ ვადუბლირებთ ასევე იგივე ფოტოს. აქ გაჩვენეთ თუ როგორ შეგვიძლია უფასოდ მოვაშოროთ ფონი, აპლიკაციებში გადავდივართ და background erasers ვირჩევთ. ახლა მე Canva-ს Pro ფუნქციით მოვაშორე background-ი. შემდეგ როგორც გითხარით, ვადუბლირებთ ფოტოს. ახლა კი ჩავსვამ ამ ჩარჩოში. ავწიე ეს ფოტო, რომ წრიდან გამოყოფილი ქონდეს თავი ობიექტს და შემდეგ დავსვათ ეს ფოტო ზემოდან. აი ასეთი რამ რომ არ დაგვემართოს, ანუ ეს ფოტოც ჩარჩოში არ ჩაგვიჯდეს, ამისთვის ვაწვევით command relax და უკვე როდესაც დავსვამთ სასურველ ადგილას, ამის შემდეგ გავუშვებთ თიც command-ს და ჩავსვამთ ამ ფოტოს. ახლა დავარეგულირებ ისე რომ ზუსტად ერთნაირად იყოს. თუ აცდენა არის, რა თქმა უნდა ეტყობა და ისე კარგად არ ჩანს. ამას შეიძლება ცოტა დრო მოვახმაროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისე ბევრი, სულ რამოდენიმე წუთში, ან შეიძლება 1 წუთზე ნაკლებ დროში გავაკეთოთ, ეს ფოტოს გააჩნია. დავარეგულირე და ისე მოუმატე გამჭვირვალობას, ანუ 100%-ზე დავსვი. დავუკელი ჩასმის დროს, რადგან უკეთესად გამოჩენილიყო უკანა ფონის ფოტო. ახლა მოვჭრათ ზემოდან დადებული ფოტო და უკვე მივიღებთ იმ ეფექტს, რის მიღებაც გვინდოდა. გასაფორმებლად შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერი რამ. მე ჩავწერე circle, ანუ წრე მოვიძიე და აი ასეთი ავარჩიე. დავსვი ყავისფერ ფერზე, რაფერის კოსტუმიც აცვია. ასევე ავარჩიე თეთრი ბლარი, ანუ თეთრი დაბინდული ფონი და ესეც დავსვი. თქვენ რა თქმა უნდა, თქვენ სტილიდან გამომდინარე და იმის მიხედვით თუ თქვენ რა გირჩევნიათ, შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი ელემენტი.